წერალი და ლიტერატურად მცოდნე მალხაზ ხარბედია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ჟურნალ „არილის“ რედაქტორი უკანასკნელ გზაზე ოჯახთან ერთად მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს. მალხაზ ხარბედია წლების განმავლობაში იყო რადიო თავისუფლების ავტორიც, ასევე ღვინის კლუბის დამფუძნებელი და ახალი ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მწერალს სამჯერ აქვს აღებული პრემია საბა, მათ შორის ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მალხაზ ხარბედია 50 წლის ასაკში 2 ივნის მძივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ფორმულა უსამძიმრებს მწერლის ოჯახს და მეგობრებს. მალხაზ ხარბედია თავისი თაობის საუკეთესო თვისებების მატარებელი ადამიანი იყო და ასედაც დარჩება ეს ჩემს პირადად ჩემს მეხსიერებაში. არიან ადამიანები, რომელსაც წიგნები უყვართ და ლიტერატურა და წერენ კიდევაც და ასეთი ბევრი ამ ქვეყანაზე, საქართველოში ბევრი ასეთი ადამიანი, მაგრამ მალხაზ ხარბედია იყო ვნებიანი მოყვარული ლიტერატურისა, მისთვის მთელი ცხოვრება იყო ეს. ის არ ელტოდა ცხოვრებაში არ სიმდიდრეს, არ ძალაუფლებას, აი უყვარდა თავისი საქმე, წერლობა, ლიტერატურა და ამაში ცხოვრობდა. ჩემი აზრით აი ეს ორი ნიშანი გამოარჩევს მას. მალხაზი იყო ის ადამიანი, რომელმაც განუზომლად დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს თანამედროვე საქართველოში ლიტერატურა არის მნიშვნელოვანი სფერო. მალხაზმა შექმნა თითქოს რაღაცა დიდი განუზომელი ლიტერატურული სივრცე, რომელშიც თვითონ იყო გზის გამკვალავი. მან გახსნა უამრავი ფანჯარა მსოფლიო ლიტერატურასთან და მან შემოიტანა ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენს გარემოში, ჩვენს გარემოცვაში სახელები, რომლებიც შეიძლება მანამდე არც გავუეგო. მალხაზი იყო პირველი გამკვალავი თითქოს ამის. ის მართლა უზარმაზარი ადამიანი წავიდა.